Film seyrederiz. მოდი ფილმი ვნახოთ. O kasetten თუ მოგეწონება ასეთი კასეტები ძალიან ბევრი მაქვს. სამყაროს სასტიკია რასიზა. bir şey olursa ეს ყოველი შემთხვევისთვის რამე თუ მომივა. istersen veririm. გესმის? Önce bir düşün. რა შრები? შემიძლია შენც გაგინაწილო. Ha? Güvenliğin kaseti. არ გინდა? Yıllarca ჯერ კარგად დაფიქრდი, ალი. საიდან მაქვს ეს კასეტა? ეს სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერია. Ha? ვის ქონდა ამდენი წელი კასეტა? Oynattı Ali. ვინ გიმალავდა მის არსებობას? ვინ? Ben seni tanırım. კარგად გიცნობ, ალი, სულელი არ ხარ. ოღონდ დაფიქრდი, ალი. ვინ აბამდა ამ ქსელს ამდენი წელი? შენი აზრით მე ვიყავი ეს? Ben mi? მე? Niye saklısın? რატომ იმალავდა ჯენგიზი ამას? ჯენგიზი. Orada bak ağlıyor zırlıyor. ჯენგიზი ამ კასეტაზე შიშით აკანკალებული ქვითინებს. შენ კი ადამიანს კლავალი. ისე მოკალი თვალიც არ დაგიხამხამებია, ვისი გასტუმრება უნდა და სამუდამოდ. Ulan ikinizin ღმერთმა დაგწყალოთ ორივენი. ama önce bir ოჰო, კარგი, მაგრამ ჯერ მომისმინე. madem gidiyoruz. რადგანაცია საქმე და საკარგი აღარაფერი მაქვს. მოიცადე. Ali. ალი, Haklısın. შენ მართალი ხარ. İkimiz de ჩვენ მოღალატეები ვართ, ორივენი, მეც და ჯენგიზიც. ორივე მოღალატეები ვართ. ოღონდ ერთი რამე მითხარი, ალი, ამ მოღალატეებიდან რომლის მოკლა გინდა. o tetiği çekme. სანამ მესვრე კარგად დაფიქრდი, ჩვენგან რომელი გატყუებდა მუდმივად. Ha? Hangimiz ვინ გიყინებდა მუდმივად? harcadı? Şimdi sen მომკლავდა ეს კასეტა პოლიციაში მოხდება. კარგად დაფიქრდი, ალი. Peki, hangi ჩვენგან ვინ დარჩება ციხის გარეთ? Sonunda კარგად serbest დაფიქრდი. ეზერ, კარგად ხარ? Çok iyi. კი, კამი. Niye kötü? რატომ უნდა ვიყო ცუდად? 12 yıldır bunu. განა ამას არ ველოდი 12 წელი. Şimdi kötü. განა მაქვს იმის უფლება რომ ცუდად ვიყო. შენ ყველაფრის უფლება გაქვს. არა ძმაო. Bu anlamda რატომ მიჭირს ასე ჩემი გეგმის რეალიზება? ince dokudum ben. არა, ყოყმანის დრო აღარ არის. Artık tereddüt. აღარ არის, არა. ამას ყოყმანი ჰქვია თუ სინდისის ძახილი. Sırada öyle წინ ისეთი ამბები მელოდება რომ აჯობებს სინდისი დავივიწყო. O Cengiz. ახლა ჯენგიზის დრო დადგა. Önce onu. მას თავის საყვარელ ცოლს დავართმევ. Hani oranı. ყველაფერი რაც იშოვა ხელიდან Onu გამოეცლება. çekip alacağım konu. ნელა და აუჩქარებლად ვიძიებ შორს. Yavaş yavaş. სასტუმროც, Sonra რომლის აშენებასაც ერთად ვაპირებთ, benim mezarımın მხოლოდ üzerine ჩემი იქნება. her şeyi. ყველაფერს ავართმევ. Kimsesiz. მას ყველა მიატოვებს. Yapa მარტოდ დარჩება. შენსავით. Rahman'dan კლიენტი ავიყვანე რახმანის რაიონში. ne tarafa? საით მიდიხარ ზია? პირდაპირ წადი. გზაში გადავწყვეტ. ალბათ რთული სამუშაო გაქვს. სტამბოლის მიხვალ მოხვალ ქუჩებში გიწევს სიარული ასეა? Of, hem de nasıl amca? არ მკითხო ზია. ეს ტაქსი შენია? Benim amca. ჩემია ზია. 25 წელი. მეოთხედი საუკუნეა. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში თუ ვერ აპატია ადამიანს, ეს უკვე სისულელეა. ასე არ არის ძვირფასო. Amca vallahi anlamadım. მაპატიეთ ვერ მიგიხდით. იმის თქმა მინდა რომ შეგიძლია გადასცე მათ. თუ კი ჩემი სული სჭირდებათ,
ამით დავამთავროთ ყველაფერი. წაიღონ ჩემი სული. ამჯერ რაზე ლაპარაკობ? მოხუცო, ვის ელაპარაკები? თუ ამით უნდა დამთავრდეს ყველაფერი და დამთავრდეს. თანახმოვა. მაგრამ მანამდე თქვას, ხო? პირობა დადოს. ზია, მე მგონი ტაქსი შეგეშალა. ან მითხარი მისამართი და მეგიყვან. ძმობილო, ჯერ მიპასუხე. სადენები რატომ გადაჭერი? მანქანა შენი არ არის, ეს ცაცია მძღოლის ტაქსია. ნახე სად დგას საფერფლე. შენ კი მარჯვენა თეატრებ მანქანას. ანდა ფოტო სარკეზე. ან დიდი ხანი არ გამოგიცვლი ეს ფოტო, ან შენ არ ხარ ამ ტაქსის მძღოლი. İyi misin dayı? კარგად ხარ ზია? Demişti. კი მეუბნებოდნენ შენზე. İyidir demiş. ცოტა უცნაურიაო. 25 წელი შემისრულდება? Hayır. არა. ორი ადამიანი ცხოვრობდა. ერთმა მეორეს ისეთი ბოროტება გაუკეთა, რომ ორივენი მარტონი დარჩნენ. ერთი მათგანი კარგია, მეორე ცუდი. ერთი მდიდარია, მეორე ღარიბი. ერთი იცოცხლებს, მეორე მოკვდება. სულ ერთია, ვისი ისტორიაც არ უნდა იყოს ეს. მე შინოდა რომ ვერ დაგიკავშირდებოდი ალი. გუშინდელთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა. მოდი დავივიწყოთ ეს ყველაფერი, ნუ ავჩქარდებით. გარაჟში შემოდი. რა ვქნა? გარაჟში შემოდი. ალი. თქვი რომ ეს არ გაგიკეთებია. მომისმინე მეგობარო. Bak, მოდი გავისეირნოთ. sen de şey oldun değil mi? რა სიტყვი? Ali, ალი, gel biz... იმედია სისულელი არ ჩაიდინე. Sen bunu... უბრალოდ ცოტათი შეაშინე, ხომ ასეა? Ne bileyim... ასე არა. Falan falan. უბრალოდ შეაშინე და უთხარი ოდესმე მოკლავო. Ne bu? ეს რა არის? Kirlilerin შენი ბინძური ნივთები. გაგიჟდი? ალი. ალი, ეს რა გააკეთე? yaptım. გავაკეთე. არ არსებობს. არ არსებობს. Sana son iyilik. უკანასკნელად გავაკეთე შენთვის სიკეთე. ანუ, Sonunda özgür. ანუ ამ წუთიდან თავისუფალი ვარ. გაიგე? Ali abi nereye? ალი, სად მიდიხარ ძმაო, მოიცადე. Kafamı dinle. შინაგან ხმას უნდა მოусმინო. Bakalım şimdi. ნახოთ ამჯერად რას მეტყვის. Şimdi ne yapıyorsun? ახლა რა უნდა ვქნათ? Şimdi. უნდა გავაკეთოთ ის, რაც აქამდე უნდა გაგვიკეთებინა. Gidiyorum. მე თამაშიდან გავდივარ. Çekip çıkıyorum ben bu oyundan. Harbiden. სერიოზულად? Harbiden. სერიოზულად. Özgür olmanın... იცი თავისუფლება რატომ აკარგი? Bir iş... როცა მეკითხებიან ახლა რა უნდა ვქნათო, შემიძლია უპასუხო, იმ ნაბიჯო არეზელს უნდა მივხედოთ მეთქი.
ჯენგის ვინ იყო მოსული? ალი, რაღაც დავალება მივეცი. ეიშან, არ გინდა ჯენგის. მაგრამ მე არაფერს არ ვაკეთებ. ეს სისხლია? ხელი გავიჭერი. ისეთი არაფერია, მალე მომირჩევა. მომეცი ხელი ვნახავ. არ მინდა. მაპოტი არ მინდოდა შენთან ხმა ამემაღლებინა. წადი თავი დამანებე. ეიშან. დილამშვიდობის პარტნიორო, მაპატი ასეა რომ გაწუხებ, მაგრამ შესანიშნავი ახალი ამბავი მაქვს შენთვის. გადავწყვიტე სასწრაფოდ მეცნობებიდან. გაკარგია რომ არსებობ ესელ, რომ იცოდე როგორ მჭირდება კარგი ახალი ამბები. ჩვენს ოცნებას უფრო ადრე განვახორციელებთ. ტენდერის დრო დავაჩქარე. გადმოვიტანე. როდის დანიშნა? ხვალ, საღამომდე 50 მილიონი შეგროვებას თუ შეძლებ, შეგვიძლია ხვალ უკვე დავიწყოთ. მაგარი არა? Harika değil mi? მაგარია. დილამშვიდობისა დაიგო. დილამშვიდობისა მე მივდივარ. სამსახურში? ეზელიც იქნება? არა, არ იქნება. მე და ჯენგის რაღაცეები გვაქვს მოსაგვარებელი. ხო, მინდოდა შენთვის მეთხოვა. თუ ნახავ იქნებ, კითხო შენ და ბახარს რა ურთიერთობა გაქვთ წყო. იქნებ დაელაპარაკო. მოხდა რამე? დღეს არ დაურეკავს. გუშინ რაღაც ვუთხარი და ახლა ნერვიულობ. იქნებ შენ გკითხო. თქვენ ხომ მეგობრები ხართ? კარგი ურთიერთობა გაქვთ. კითხე, კარგი? ნახოთ, დღეს თუ შევხვდები? მოიცადე? გადავიფიქრე. არაფერი უთხრა. არ გაიქცეს. თვითონ დარეკავს. თუ არ დარეკავს? ხომ დარეკავს დაიკო? დარეკავს. საყვარელო. რა კარგია რომ არსებობ. წარმატებას გისურვებ. დავიწყოთ? რამდენი ფული გვაქვს ამ წუთისთვის? ყველა აქცია ერთად რომ შევკრიბოთ 25 მილიონამდე. რამდენი ფული აქვთ ეზელ? საშუალოდ 4 მილიონამდე. ბევრია. ბევრი არ არის? ეს ცოტაა? ოძრავი ქონება? ბინა ლევანში, ორი ბინა ჯიხანგირში. ერთი მაღაზია ბეილიგ დიუზუში, ბინა კვეპროსზე, ვილანიცაში და ერთი ფერმა სანჯეში. შესანიშნავია. რა იყო, რამე საეჭვოა? ყველაფერი გაყიდულია, ეიშანმა არ იცის. ყველაფერი მისგან მალულად არის გაყიდული. ჯენგის, საუკუნეა ფერმაში არ ყოფილვართ ამ კვირის ბოლოს წავიდეთ. არა, იქ რემონტია, ახლა რემონტია არა. მომასეა. ო, რემონტი გრძელდება. მათი საერთო ღირებულება რა არის? 15 მილიონი დოლარი. რა უქნეს ამდენ ფულს? ძვირფასი ნივთები, ძვირადღირებული მანქანები, საგადასახადოს ვალები. მე რომ მქონდა ამდენი ფული. ამხელა თანხები ასე უცებ ხომ არ ქრება? თუ ქრება? ჯენგიზი თუ ხარჯავს ფულს, აი ასე ქრება. მორჩა? დღეს მივიღებთ გარანტიებს. დიახ, პატარა კრედიტი დაგჭირდება. პატარა კრედიტი. მართლა შეგიძლია მას ხელი მოაწერო. ეს საობლიგაციო ხელშეკრულება და ამის შემდეგ ფინანსური საქმეებით აღარ შეგაწუხებ. ყველაფერი კარგადაა როგორც ადრე. ჯენგის, ჯერა რომ იმედს არ გამიცრუებ. ისწავლე ჩემი ნდობა. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ოჯახის მომავალი ჯენგის. ეს არ დაგავიწყდეს. ნახვამდის. ნახვამდის.
რამდენია? პრაქტიკულად არაფერი არ გვაქვს. ბანკში ვრეკავ. ჩვენი პროექტი უნდა ვაჩვენო. რამდენი საათი მაქვს? ამდენ ფულს როგორ იშოვნის 5 საათში? არ მესმის. მე დავეხმარები. ყველაფერს მიხედე, დრო და დრო წყალი გაუშვი ხოლმე აუში. Şuna da çakmaz. დეზინფექციის გაკეთება არ დაგავიწყდეს. Al. Olur. კარგი. İlgilenirim sen gel. ყველაფერს მივხედავ, სანამ არ დავრუნდები. Ben gelmiyorum. მე არ დავრუნდები დაფო. ამ სახლს შენ შუქნი. თუ არ მიხედავ მეწყინება, Abi bana მე რატომ მიტოვებ სახლს? რა გავაკეთე საამისოდ? Çünkü Tefo იმიტომ რომ seni çok მომწონ ხარ დაფო. diyeceğim. შემეძლო ასე მეპასუხა, მაგრამ სახლს სხვა მიზეზით გიტოვებ. Kime vereceğim? სხვას ვის უნდა ვაჩუქო? არავინ მყავს, ვისაც ამ ხელა სახლს დავუტოვებდი. იმას ხო არ დავუტოვებ, ვინც გამყიდა და ისე მომექცა როგორც მონას. Vereceğim. ვის უნდა დავუტოვო ეს სახლი? ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ შენ ხარ ჩემი ერთადერთი მეგობარი. Ben çok şey. ბევრი არაფერი ვიცი დაფო, მაგრამ ადამიანებსა და მანქანებში კარგად ვერ ყვევი. Motordan az. შემიძლია იმის განსაზღვრა, რამდენი ცხენის ძალა ამა თუ იმ ადამიანის გულში. Kaputun için. ეს კარგად შემიძლია დაფო. ამიტომ სახლს შენ გიტოვებ. მე რამდენი ცხენის ძალა მაქვს? 0. ძალა საერთოდ არ გაგაჩნია. Seni ilk პირველ დღეს, როცა გაგიცანი, შენი დოსიე მომცეს. არ წამიკითხავს, ისე გადავაგდე. bakmaya gerek yok. გადავწყვიტე, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა, იმიტომ რომ შენ მსხვერპლი ხარ. Bu adam gözü თვალს მარიდებ, იმიტომ რომ ცხოვრებაში ხშირად გინანია. pişman olmuş. ძიმედ დადი ხარ, იმიტომ რომ ბორკილები გადევს. Ağır yürüyor. Çünkü zincire vurdu. შენ იმას მიაყენე ტკივილი, ვინც ძალიან გიყვარდა. მართალი ვარ? Sevdiği birini vurmuş. Doğru muyum? ასეა? doğrusun. ასეა. Bu adam dedim. გადავწყვიტე, რომ ვერ მიღალატებ, იმიტომ რომ შენი გული მე მეკუთვნის. Benim zaten. Ben. İşte orada yanlış. შენ ცდებიალი მარწუხო. Kerpeten. მე არ მაქვს. Benim მე შენ კი გაქვს. ama nasılsa Gaks. senin hala bir yüreğin var. Öyle mi diyorsun? ასე გონია? Özgür olmanın თავისუფლებაზე ლაპარაკობდი. Orada da yanlış. ამაშიც ცდები. sana da yüz vermeye აზრად არ მომსვლია, რომ ფიქრი შეგეძლო დაფო. En güzel თავისუფლება შესანიშნავია. არაფერში არ უნდა შეიზღუდო თავი. შეგიძლია რაც გინდა ისაკეთოს მოუვალი. İşte seninle სწორედ ამით განსხვავდებით, მე ვერ წავალ იქ, სადაც გამიხარდება. demem. Ama sen შენ კი ნებისმიერ წამს შეგიძლია წახვიდე იქ, სადაც გაგიხარდება. istediğin yere gidersin. Git. წადი. Hadi git evi bana. წადი დამიტოვე შენი სახლი. მომეციეს და წადი. მე თვითონ დავაცლით ითებს ხალხს. Git abi. წადი ძმაუვალი. Ali abim olarak. წადი ჩემს გამო წადი, ჩემი გულისთვის დამიტოვე ეს და წადი. აღარასოდეს დაბრუნდე. Git. Bir daha da წადი. გააკეთე ის რისი გაკეთებაც მე არ შემიძლია. Yapacağını yap. Hadi. მიდი. Bayağı iyi bu Tevfik. ოჩეხ Ben ტერფიკ. olsam yolu მე yarıda მის ადგილზე არ მეწოდინებოდა რა უნდა მეთქვა. gençsin sen. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ ტეფო. Bilmiyorsun. არ იცი რომ ჩვენნაირ ხალხს ძალიან დიდი საფასურის გადახდა უწევს ამ თავისუფლებისთვის. Ya da başkası. ან თავს ვიკლავთ, ან სხვას ვკლავთ. İlkini beceremez. პირველს ვერ გავუმკლავდი, მაგრამ მეორესთან გამკლავება ჩემი ამოცანაა. Ali abi. ძმაუვალი, Yine ne var? ახლა რაღა გინდა? შენი სავწდები. Yanlış resmi almış. სხვა ფოტო აიღე. Ne diyorsun? რისი თქმა გინდა? Adam öldürmekten. შენი başka აზრით, hiçbir ჩვენ şey მხოლოდ კაცის მოკვლა შეგვიძლია? Tekne ფილმის მთავარი გმირის ქალის მოტაცება არ შეგვიძლია? მასთან ერთად გაქცევა. Tefo. ტეფო, Ben bu filmi ამ ფილმში მე უარყოფით როლს ვთამაშობ. bana vermezler. თავარ გმირ ქალს არ მომცემენ. შენ ალი მარწუხი ხარ. söker alırsın. შეგიძლია ქალი შენ თვითონ წაიყვანო. Kızı sevecek mi? შენ გაქვს გული იმისთვის, რომ ეს გოგო გიყვარდეს. Kime sıkacak? შენ გაქვს გული. Tefo. ტეფო, Sen çok manyak. თავში გიჟური აზრები მოგდის.
წარმატებას გისურვებ ძმაოვალი. Şimdi rol mü yapıyorsun? ბროლშია შეჭრილი თუ მართლა მოსწონს ალი? İkisi de. ერთიც და მეორეც. Sen güveniyor musun? შენ ენდობი ამ ტევფიქს ეზელ? Sen? შენ? Yani karanlıkta... არ ვისურვებდი ვიწრო ქუჩაზე მასთან შეხვედრას. ის დაგვეხმარა იმაში, რომ დრო მოგვეგო. მაგრამ საბოლოო ჯამში ალი მაინც მოაღწევს შენამდე. Tamam. ძალიან კარგი. Biz de onu istiyoruz. ჩვენ სწორედ ის გვინდა, რომ ალი წაიქცეს და ფეხზე ვეღარ ადგეს. ეზელ, Selam. გამარჯობა, როგორ ხარ? Müsait misin? ძალიან. Konuşabilir miyiz? გენდა შევხვდეთ? Olur. კარგი. Nerede? სად შევხვდეთ? Nerede olsun? შენ სად გინდა? Bakalım. ერთი წუთით დავფიქრდები. İlk buluştuğumuz თუ გინდა yerlerden იქ მოდი, სადაც პირველად ვიყავით, სანაპიროზე. Tamam. კარგი, უკვე გამოვდივარ. Tamam. კარგი. რასაპირებ? ტევფიკი მარტო ალის არ მიმართავდა. Benim de durumum ჩემი მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება მისი მდგომარეობისგან. benim kaldı. მე შემჩეგული, მაგრამ მე არ შემიძლია Onu სიყვარული. sevmek için kullanamam. ტყვია იქით არ წავა. O kurşunlar da სამწუხაროდ. Kamil bir şey desene. კამილ თქვი რამე. რა ვთქვა? Korkacak bir şey yok. მითხარი ნუ გეშინია თქვა. უნდა გეშინოდეს. დედა ჯენგიზი ვნახე სხვა ქალთან ერთად. ჯენგიზი, რომელსაც ძალიან ვუყვარდი. ის ვინც ჩემ გარდა ვერავის ხედავდა მღალატობს. ღალატობს. შვილო, თვითონ რა გითხრა? გითხრა წავალო. ჯენგიზმა არ იცის. არ იცის, რომ მე ეს ამბავი გავიგე. როგორ უნდა უთხრა დეიდა? თავს არ დამანებებს. და რაც მთავარია, ჯანს რა ვუყო. ჯენგიზი მშობელ მამად მიაჩნია. როგორ უნდა დავაშორო ერთმანეთს? მეგონა ძლიერი გავხდებოდი და ყველაფერს ავიტანდი, მაგრამ მე შევწოდე დეიდა. თვალებში ვერ უყურებ იმას, ვინც მიყვარს. არ შემიძლია. მე შევწოდე. თვალებში ვერ უყურებ. კარგი. აბა ერთი დამეხმარე. ბალიშები გამისწორე. უნდა დაგელაპარაკო. მოხერხებულად წევხარ? შენ მიუახლოვდი შენს ოცნებას, რეიშან. უზარმაზარ სასტუმროს მართავ და მალე ახალს გახსნი. საკუთარი ბედის ბატონ პატრონი გახდი. აბა შენიც. გააკეთე ყველაფერი, რომ ახალი სასტუმრო საუკეთესო იყოს. ჯენგიზს დაიბრუნებ. მაგრამ შენ შვილზე იფიქრე. შვილის გამო კითხე შენს თავს. ხომ? კითხე შენს თავს რა მინდა თქო. შენი შვილისთვის გააკეთე ეს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც. კითხე შენს თავს რა მინდა თქო. პირდები? არ დაგავიწყდეს ეიშა. ხოლო შვილზე კი არა. საკუთარ თავზეც უნდა იფიქრო. თუ ძლიერი იქნები, ბავშვის ფეხზე დაყენებასაც შეძლებ. ეზელ. მეგონა აღარ დამირეკავდი. მეგონა მიმატოვა. მაგრამ ახლა ვიცი, რომ ამას არ გააკეთებ. იმიტომ რომ შენ ჩემი გმირი ხარ. ბაჰარ. იმისთვის არ მოსულვარ, რაც შენ გონია. აბა რისთვის მოხვედი? თავიდან უნდა სცადო ჩემი დარწმუნება. გინდა რომ მკურნალობა გავაგრძელო? არა. ჩემთან ერთად არ იქნები, არა? Hayır var. არა, ბაჰარ. Sen bir შენ გააკეთე არჩევანი. არ გინდა მათთან დარჩენა, ვისაც უყვარხარ. მე არ შემიძლია შენთან ყოფნა, მაგრამ მე Ama tercihine de saygı პატივს ვცემ შენს არჩევანს.
saygı duyuyorsun. პატივცემ ჩემს არჩევანს? Süpermiş. მაგარია. Niye çağırdın? რატომ მომიყვანი აქ? Niye telefonda რატომ ტელეფონით არ მითხარი შენი პატივისცემის შესახებ? მინდოდა თვალებში შემომეხედა და ისე Sen ne მეთქვა. istiyorsun? იცი როგორი ადამიანი ხარ? İnsanlarla oyun შენ სხვების გრძნობებით თამაშობ. ფიქრობ რომ მართალი ხარ. ეს არის შენი სიმართლე. ეს უკვე ბევრჯერ გამეორდა. რატომ? იმიტომ რომ შენ შეუძლებელს მომთხოვ ბაჰარ. Onu მე მინდა yapmak ამის გაკეთება, მაგრამ არ შემიძლია. ama yapamam. თუ ასე რატომ გეჭირა ჩემი ხელი ხელში? რატომ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში? ბაჰარ, შენ მე არ მაცდი რომ გითხრა. აღარ შემიძლია ასე. თუ ასე რატომ მითხარი ჩემთვის სიცოცხლეო? რატომ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში? რატომ მითხარი არასოდეს მიგატოვება? რატომ? Bahar ben sana böyle bir მე შენ არაფერს შეგპირები ვარ. Ben sana თქვი, შეგპირდი ამას? კი, შენ შემპირდი რომ არცად წახვიდოდი, რომ მარტო არ დამტოვებდი. söz verdin. O kocaman შემპირდი რომ მუდამ გვერდით იქნებოდი. შემპირდი რომ ქვეყნის დასალიერში წამომყვებოდი. მართალს არ ვამბობ? ასე არ იყო? შენ მე შემპირდი. შემპირდი. ბაჰარ, Hayır. არა, Önce შენ ადამიანებს ჯერ დახმარების ხელს უთდი, მერე კი მარტო ტოვებ. Keşke seni ჯობდა არასოდეს შეგხვედროდი. Keşke çıkmasın. ჯობდა არასდროს გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში. Sakın აღარასდროს დარეკო ჩემთან. გესმის? Şirin numara არც უცხო ნომრებიდან დამირეკო. nerede anlatma. აღარ ზღაპრები აღარ მომიყვე. Sakın dön. არ გაბედო მოტრიალდე. Bu son. ამით ყველაფერი დამთავრდა. Ezel. ეზელ, gidelim. წავედით. Ne bu? რას მომშტერები ხარ თითქოს პირველად მხედავდე? ეს შენ არ ხარ ეზელ. Alışveriş. მიეჩვიე კამილ. ამიერიდან სწორედ ასეთი ვიქნები, შურის ძიების გამო. Sırf soğuk değil. შურს ვიძიებ. Bir de yalnız. ყველაზე ვიძიებ შურს. ომერსაც დაივიწყებ. Öyle olmuyor Moments. Kamil. Ömer'in sevgisi. ომერი მოყვარული, ერთგული და გულმოწყალეა. ომერი ვერასოდეს შეძლებს შურის ძიებას. აქ კეთილის საქმეების საკეთებლად არ მოვსუგორ. დღებთან ანგარიშის გასასწორებლად მოვედი. O kadar acıyı boşuna çekmedim ben. შენ უკვე დგახარ შურის ძიების გზაზე, მაგრამ იქნებ ეს არ არის შენი მთავარი მიზანი. Ne diyorsun? რაზე ლაპარაკობ, კამილ? შემოქმედე ჩვენ. შენ შეცვალე, შებნემის ცხოვრება, ელფიკის ცხოვრება. მე შემომხედე. სანამ შენ გაგიცნობდი, ზომბი ვიყავი, ნამდვილი ზომბი. შენ მე გადამარჩინე. ნუ თუ არ გისმის. Onlar da ესეც შურის ძიებისთვის გავაკეთე. ახლა კი ბაჰარი. შეხედე მას. შეხედე. იქნებ ომერის მთავარი მიზანი ადამიანებზე შურის ძიება კი არა, მათი გადარჩენაა. შეხედე მას. ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. şurada. წავედით. წავედით, კამილ. ორი ადამიანი ცხოვრობს. ისინი მეგობრები არიან. ისინი მტრები არიან. ერთმა მეორეს ხანჯალი ჩასცა და მარტოობისთვის გასწირა. მეორემ თავის მხრივ მარტოობას თავი დააღწია და დაიფიცა, რომ პირველს იპოვიდა. იპოვიდა და სამუდამოდ დამარხავდა თავის მარტოობას. გადახედეთ ამ საბუთებს. დიდხანს ფიქრობდი, რომელ ბანკში წავსულიყავი და საბოლოოდ თქვენთან მოსვლა გადავწყვიტე.
ეს შესანიშნავი პროექტია. მე კრედიტი მჭირდება. მოდით საკითხები გადავწყვიტოთ და არანაირი პრობლემა არ გვექნება. მანდ რა პრობლემა უნდა გქონდეს? სულ 10 წუთს საგართმევთ. ეს დიდი თანხაა, მაგრამ თქვენი ბანკი ბანკის პრესტიჟია. კრედიტის თაობაზე მოვედი. ვიცი საგადასახადო ვალდებულებები გვაქვს, მაგრამ თუ უნებას მომცემთ, ყველაფერს აგიხსნით. აქ ყველა დეტალი აღნიშნულია. ყველა გეგმა აქ არის. ეს შესანიშნავი პროექტია, ინახეთ. არაჩვეულებრივი პროექტია. ნებამომეცით აგიხსნათ. და თქვენ ოფისში არ ხართ? Ofis dışındasın. გასაგებია. Anladım. Size de. გმადლობთ. მაპატიეთ, ახლა ჩემი რიგია. უკაცრავად. Bu dosyalarda bir hazine. ამ საკაღალდეში განზია. Bunlarla hemen... უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა თანხებზეა საუბარი. Neyse. ხედავ ძალიან Vaktini sağ ol. მოუცლელი ხართ. ნახვამდის. 520... შემდეგი შემოვიდეს. Gel kardeşim. უბრძანდით. მოიცადე. Bunda მინდა ამ სანახაობით დავტკვე. buna bak. ძალიან მომწონს. Sırf შენს თავთან მარტო დარჩენა მარტოობას არ ნიშნავს. მარტოსულია ის, ვინც საკუთარ გამოსახულებას ვერ უყურებს სარკეში. მარტოსულია ის, ვის გულში შეღწევაც შეუძლებელია. მას, ვინც ციხესიმაგრეს აშენებს, მარტო ყოფნა არ უნდა. მას უნდა, რომ ვიღაც იყოს მის გვერდით. ბაღარ. მარტოსულია ის, ვინც სიყვარულს არ იმსახურებს. ალო, ეშან, შენთან დარეკვას ვაპირებდი გუშინდელთან დაკავშირებით. ეზელ, ეს აღარ განმეორდება. ეს არ შეიძლება განმეორდეს. მაინც რა მოხდა გუშინ? არა, ეშან, ეგ უკვე დავივიწყე. ეს ცხოვრებისეული წვრილმანებია. Sen o kadar şeyler... გახსენებადაც არ ღირს. Biraz da içmiştin. Hiç büyütecek bir şey yok. კარგი, თუ ასე ფიქრობ, ასე იყოს. Eşen ben seni... მინდოდა შენთვის მეკითხა, ჯენგის ურეკავ და არ მპასუხობს. მე როგორც ვიცი, შენ უნდა შეხვედრო და. 2 საათი დარჩა ეშან. უკვე უნდა მოვიდეს, თორემ Yoksa... კარგი, დავურეკავ.
ეიშან, ჩემი დახმარება თუ დაგჭირდება, შეგიძლია დამირეკო. კარგი. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. ხო, მეგობრები ვართ. რამე გჭირდება ეზალ? Evet. კი, მარტო დარჩენა. ყველაზე დიდი საშინელება საკუთარ თავთან მარტო დარჩენა კი არ არის. არამედ მათ პირისპირ დარჩენა, ვინც გძულს. ვერ წარმოიდგენ, რამდენი ენერგია მიდის ახალი სასტუმრო საქმეებზე. ვერეშოვეისთან ხარაც გვაკლია არა? ამჯერად რა მოხდა? კარგი. მივხვდი. ჯენგიზ. შენი აზრით მე მიყვარ ხარ? რა თქმა უნდა. გიждები ჩემზე. სერიოზულად გეკითხები ჯენგიზ. შენი აზრით მიყვარ ხარ? არა. რა თქმა უნდა, არა. აბა რატომ არ მივდივარ შენგან? რატომ არ მივდივარ აქედან? ალბათ გეშინია. გეშინია, რომ რამეს დაუშავებ ჯანს, ჩემგან თუ ძახვალ. გონია შენი მეშინია. ზოგჯერ მეჩვენება ხოლმე, რომ როცა გძინავ შემიძლია დანა გაგიყარო. ჯენგიზ. ჯერ მხოლოდ 12 წლის ვიყავი ადამიანებს რომ ვატყუებდი. და შენ ფიქრობ რომ შენი მეშინია. აბა რატომ? იმიტომ რომ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც ჩემზე უარს არ იტყვის. მიცნობ ისეთს როგორიც ვარ. არა საყვარელო. მე ერთადერთი არ ვარ. წარსული დაივიწყებ. მე არ ფიქრობ სიყვარულზე, იმიტომ რომ სიყვარული ტკივილია. ის მოდის და მიდის. როცა მოდის გაკვირვებს. როცა მინდის შვებით ამოისუნთქავ და ამას ვერაფერს უზავ. მე ცხოვრების ბოლომდე შენს გვერდით ვიქნები. ვიცი. ვერ ხვდები შენთან ერთად რატომ ვცხოვრობ. შენთან ერთად სიცილი მიყვარს და იმიტომ. რაც არ უნდა მოხდეს, მაინც იცინი და მე მიყვარ შენი სიცილი. ადრე უფრო ხშირად გაცინებდი ხოლმე. ადრე საშინელი დრო იყო. იცი შენთან რატომ დავრჩი? იმიტომ რომ შენ გარდა მაშინ არავინ არ იყო ჩემ გვერდით. მართალია, მარტო მე ვიყავი ეიშან. არ შემყვარები ხარ ჯენგიზ. ის მომეწონა რომ არ წახვედი. შენ ცუდი ხარ, მაგრამ არც მე ვარ შენზე უკეთესი. შენ ბოროტება ჩაიდინე, მაგრამ მეც გასვრილი მაქვს ხელები. შენ ჩემი ღერძი ხარ ჯენგიზ, ამიტომ ვარ შენთან. საკუთარი თავი მე მომიძღვენი, ამიტომ ვარ შენთან. არ მივდივარ შენგან. არ მივდივარ იმიტომ რომ შენ არ მიდიხარ. ეიშან. იცი, შენ მე ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქცია. ეიშან. ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს 64-ში ვარ. საყვარელო. ამიტომაც დღეს კონტრაქტს თუ არ მოაწერ ხელს,
იცოდე რომ ყველაფერს დავივიწყებ და გადავყრი. ყოველგვარი სინანულის გარეშე. იშან. საყვარელო. აქამდე ახერხებდი ჩემს მოტყუებას, მაგრამ დღეიდან ამას ვეღარ შეძლებ. შენ უკანასკნელად შემოხვედი ამ კარში, როგორც პატარა ბავშვი. იშან. შენ პატარა ბავშვი ხარ, ამიტომ ახლა წახვალ. შენ სიტყვას შეასრულებ და ისე დაბრუნდები. ამ სახლში სხვანაირი დაბრუნდები. რა ხდება, ჯერ კიდევ არ გათავისუფლდა? ბატონი ეზელი დღეს ვერ შეძლებს თქვენთან შეხვედრას. როგორ? რას ნიშნავს ვერ შეძლებს? ძალიან მწუხარ. როცა გათავისუფლდება დაგირეკავთ. მაპატიეთ, მაგრამ ერთი წუთით გაწუხებ პარტნიორო. ხვალ ვილაპარაკოთ, ჯენგის, ახლა მივდივარ. მოიცადე ეზელ, ერთი წუთით. მე ყოფა მოწდა. ისედაც დიდ რისკზე წავედი. მეტი აღარ შემიძლია. მეგონა მოახერხებდი აღმასვლას, მაგრამ მოვახერხებ. მხოლოდ 2 წუთი მომისმინე. ხო, ერთი კვირა მომეცი. ერთი კვირა. ო, და რა სიზამ? ფულსი შევი? კარგა ჯენგის. მოიცადე. რა გინდა? დამეხმარე. ეზელ, მე რთულ მდგომარეობაში ვარ. ეს რაღაც კოშმარია. გთხოვ ძმაო, დამეხმარე. ვიღაცაში გეშლები, ჯენგის. მე მათ რიცხვს არ ვეკუთვნი, ვინც შენ რთულ მდგომარეობაში დაგეხმარება. ეზელ, გეხვეწები, გემუდარები. მაგრამ რატომ? ხელიდან მეცრება ის, რასაც წლები მიუძღვენი. რატომ უნდა დაგეხმარო? ეზელ. ძალიან ცუდად არის საქმე. ყველაფერი გავაფუჭე. საშინელება ჩავიდინე. რომ იცოდე რა ჩავიდინე. მაინც რა ჩაიდინე? ეიშანი. ეიშანს უღალატე. ამის გარდა კიდევ ჩავიდინე რაღაც ღმერთო ეს რა ჩავიდინე. ეიშანი რა შუაში? ის მიმატოვებს. ეზელ გემუდარები გამოსავალი იპოვე. ეიშანისთვის? გემუდარები. დახმარებას არ მთხოვ საკუთარი თავისთვის, არც ფულისთვის. ამას მხოლოდ ეიშანისთვის მთხოვ. გემუდარები. სიყვარულის გულისთვის? ნო. მისი გულისთვის ყველაფერზე თანახმავარ. ჯენგის. თუ ასე იქნები მასზე მიჯაჭვული, ერთ მშვენიერ დღეს ძალიან გეტკინება გული. და მაშინ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდები, ვიდრე დღეს ხარ. ჩემთვის სულ ერთია. კარგი. ოღონდ მე არ თქვა, რომ არ გამიფრთხილები ხარ. პარტნიორო. ესეთ კბილად გეძინა. სიზმრები ნახე? ხო, შესანიშნავი სიზმრები. პირი? რა მოხდა, ისევ ეზელი? არ გამოდის დაიკო. რატომ, რა მოხდა? ყველაფერი მორჩა. მაგრამ მეყოფა, აღარ ვიტირებ მის გამო. მით უმეტეს მარტო არ ვარ. შენ ხარ ჩემ გვერდით.
მომბეზრდა ეს ყველაფერი. აღარ ვიტირებ, მომბეზრდა. მოიცადეთ არ მიმდევრულად ამიხსენი ყველაფერი. ასახსნელი არაფერია. არ ვუყვარვარ. ისე არ არის განწყობილი ჩემ მიმართ, როგორც მე მის მიმართ. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩავარდა, აღარ მიყვარს. ბაჰარ, ერთი ხელის მოსმით ნუ გადაუსვამ ხაზს ყველაფერს სინამდვილეში არ გინდა რომ ერთმანეთს დაშორდეთ, არა? მინდა. არ გინდა, ვხედავ ამას. კიდევ ერთი შანსი უნდა მისცე. არ მივცემ. მაინც აღარ მოვა. მოვა. შენ რა იცი? ვიცი. ეზელს უნდა შენთან ერთად ყოფნა. ვიცი, დამიჯერე. დამიჯერე. და რას ვიზამთ? ხვალდილით ჩემს ბანკში დავრეკავ. შევძლებ მათ დარწმუნებას. სერიოზულად? ჩამოწერე ყველაფერი რისი შეთავაზებად შეგიძლია და რაზე შეგიძლია უარისხმა. ყველაფერი დაწერე, დაუფარავად. მაქვს მანქანები. საერთო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონია. კიდევ ნაღდი ფული ისიც დაახლოებით 5 მილიონამდე იქნება. ჯანისთვის ვაგროვებდი ფულს. 5 მილიონამდე იქნება. მაგრამ ამის შესახებ არავინ არ იცის. დარწმუნებული ხარ? ეიშანი არა, ასე არ გამოვა ჯენგიზ. გამოვა. ჯენგიზ ასე არ გამოვა მეთქი, მორჩა. აიღე ეზელ, აიღე მეთქი. ჯენგიზ. მეგობრულად გეუბნები, შენ არასწორად იქცევი. დამიჯერე. თავარი მიზნის მისაღწევად ზოგჯერ რაღაცეებზე უარის თქმა გიწევს. დღეს ასე გადავწყვიტე ეზელ. მართალი ხარ? ეს მომგებიანი თანამშრომლობა იქნება. კვიპროსის სასტუმრო თეთრი დელფინი. ანუ შენ შეგიძლია ამაზე უარის თქმა? კარგი. მაშინ უნდა მოგცეთ ის, რაც გინდა. ეს როგორ გამომივიდა? ბოლო წუთზე გავიტანე გოლი. იმედია საჭირო კარში გაიტანე. შენ არ იცი კინაღამ ფენერბახჩაში ამიყვანეს. სერიოზულად გეუბნები, მართლა ასე იყო. მაგარი მოთამაშე ვარ. ჰოპ და იქ ვარ, მერე კი უცებ ისევ აქ ვარ. ოღონდ ფეხბურთის თამაშის დროს ნოით აღლითებ. არანაირი თაღლითობა. ხელს გიწვდი პარტნიორო. ახლა წავა. მინდა ეს შესანიშნავი ამბავი ეიშანს ვახარო. დღეს იმ გოგოსთან ყველანაირ ურთიერთობას გავწყვეტ. რატომ? შენ გამო. შენ მე შემცვალე, შენ მე კარგ ადამიანად მაქციე. ოღონდ შენ ნუ მაქცევ ცუდ ადამიანად. ეზელ. იცი დღეს რას მივხვდი? ამდენი ხალხი მახვევია თავს, მაგრამ შენ ყველაზე კარგი მეგობარი ხარ. შენი საუკეთესო მეგობარი ომერი არ იყო? ომერი იყო. იყო. ის ცდილობდა, მაგრამ კარგ ადამიანად მაინც ვერ მაქცია. მაშინ პირობას გაძლევ.
Onun yapımı... მე გავაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მან ვერ შეძლო. სტატიის წერა დავიწყე დაკარგულ ბავშვზე. მასზე. რატომ მიყვები ამას? მე ვწუხარ იმაზე, რაც მოხდა დედა. ვწუხარ რომ დაგიმალე, როცა ჩემს ძმაზე ვწერდი სტატიას. მოგატყუა. შენზე არ ვიფიქრე. მართალი იყავი დედა. შენ ასე არ გაგიზრდივარ. აპატია. ძალიან მარტკინებული მერტ. მეც გაწყენინე. დედიკო. გასაკვირველია, უნდა მითხრა რა არის სწორი და რა არა. შემიძლია არჩევისთვის მოგმართო. სხვაგვარად ჩვენ როგორ უნდა ვიპოვოთ სწორი გზა. ისევ ჩვენ მეთქი წამომცდა. მართალი ხარ. შენი ძმაც ასეთი იყო. გამაბრაზებდა ხოლმე და წავითოთ. მერე ბრუნდებოდა. შეიძლება არ აღიარებდა რომ შეცდა, მაგრამ ყოველთვის ბრუნდებოდა ჩემთან. ჩემი ბიჭი. ყოველთვის ნერვიულობდა ჩემ გამო. რაღაც რომ არ შემთხვეოდა, აუცილებლად დაბრუნდებოდა ჩემთან. მე აქ ვარ დედიკო. შენ გვერდით ვარ. დიდი მადლობა პარტნიორო. შენ უპასუხე, მე მერე დაგირეკავ. წავალ ოჯახთან ერთად აღვნიშნავ ამას. დროებით. უპასუხე ეზევ. დაელაპარაკე დედა შენს. არა, ვერ დაველაპარაკები. ახლა არ შემიძლია. აბარა სიზამ. დაელაპარაკე დედა შენს. ნახავთ. ისინი ინანებენ იმის გამო, რაც ჩაიდინეს. იქვითინებენ. შემევედრებიან. სიკვდილი ყველაზე მსუბუქ სასჯელად მოეჩვენებათ. ვერ დაველაპარაკები. რომ დაველაპარაკო, ვერ შევძლებ იმის გაკეთებას, რის გაკეთებასაც ვაპირებ. არადა მე გავაკეთებ ამას. მე ეს უნდა გავაკეთო. ისინი უნდა მოვიშორო. მარტოობა მხოლოდ შორს ყოფნას არ ნიშნავს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ დამშვიდობების საშუალება არ გაქვს. მარტოობა არ არის ყველაფრის ბოლო, მაგრამ ადამიანის შიშით ელის მის დასაწყისს. მარტოობა გელოდება ღამღამობით. შესაძლოა სულ ახლოს მოვიდეს. მარტოობა მხოლოდ სახით კი არ ბრუნდება შენკენ. მის სუსხსაც გრძნობ.
ომერ, შვილო. კიდევ ერთი ზამთარი დადგა. ჩემო ომერ. საღამოობით მოვდივარ ხოლმე აქ, როცა არავინ არ არის. მოვდივარ ჩემს შვილთან სალაპარაკოდ. Ne dersiniz ona? რაზე ელაპარაკებით ხოლმე? უყვები რომ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. რომ არ ინერვიულოს. ამ ზამთარსაც გადავაგორებთ. ო, კიდევ უყვები რომ დედას ძალიან ენატრება, მაგრამ ჩვენ შორის ის ყველაზე ძლიერია. ნუ ნერვიულობ. ვიცი რომ ნერვიულობ, რა თქმა უნდა ნერვიულობ. ჩვენზე და დედა შენზე, მაგრამ იცოდე დედა კარგადაა. ყველაფერი კარგად იქნება ზეიმონთოს, რა კი თქვენ ზრუნავთ მასზე. ის ჩემთვის ყველაფერი. ის ჩემი საყვარელი შვილი. და ომერმა იცის ამის შესახებ. შვიდად განისვენე შვილო, შვიდად განისვენე. ნუ დარდობ შენს ძმას, მას ძალიან უყვარხარ. უჭირს იმასთან შეგუება, რომ შენ მის გვერდით არ ხარ. და თქვენ? თქვენ თვითონ როგორ ხართ? არ გინდათ ომერს უამბოთ? მე არა ვარ კარგად. სუდად ვარ. მარტო დაგტოვე შვილო. ვერ გიშველე. იმ დღეს შენ ჩემკენ მოტრიალდი. ვერ ვივიწყებ იმ წამს შვილო. სანამ გაგიყვანდნენ, შენ ჩემკენ შემობრუნდი და შემომხედე. მე კი არაფერი არ გითხარი. არ დაგელაპარაკე. ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ მე მითხარით. მე მითხარით ისე თითქოს ომერს ეუბნებით. თითქოს თქვენ წინ ომერი დგას. უთხარით მას ზეიმონთოს. მითხარი მამა. მითხარი. შვილო. რაც გინდა გააკეთე. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ. ჩემო ერთადერთო. ჩემო საყვარელო შვილო. დიდი მადლობა ეზა. დიდი მადლობა. ზეიმონთოს იმის სათქმელად მოვედი, რომ რაღაც დროის განმავლობაში ვეღარ მოვალ თქვენთან. საქმეები მაქვს. მე ვამგზავრები. გეთილადი არე. თითქმის არ გიცნობთ, მაგრამ დამიჯერე მოგვენატრები. მეც მომენატრებით. შებნემ. ნილს დაურეკე დაიწყოს თამაში. კამილ. მაგიდაძე ობლიგაციებია. შენ გაბარებ.
Bana bir şey olursa... თუ მე რამე მომევა, მერც მისცე. Kamil, კამილ გესმის? Kamil, კამილ, duydun mu? გესმის მეთქი? Hayır. არა. Ne dedin რა sen? თქვი? Hayır Ezel. არა ეზო. Sen ne yaptın? შენ გესმის რა ჩაიდინე? Hem de რა nasıl? თქმა უნდა. İlk მე çıktığımda იმას yapmam ვაკეთებ, რაც gereken სულ şey თავიდან უნდა გამეკეთებინა. köprüleri ყველაფერს ვანადგურებ. Evet ama ო, ანადგურებ, მაგრამ გაუაზრებლად. Kamil, კამილ, başıma ძიეს bir როლში ხარ? bunu söyleyeceğim. არ მეგონა თუ ოდესმე ამის თქმა მომიწევდა, მაგრამ კარგი იქნებოდა ახლა ის აქ ყოფილიყო. Artık değil. არა, Yok. ის აქ არ არის. Baksana. მიიხედ მოიხედე. Kim kaldı? ვინ არის აქ? Ha? ვინ? Kim var? Biz varız. ჩვენ ვართ აქ. O zaman işini ოდა თუ ასეა გააკეთეთ თქვენი საქმე. bırakın ben... მე კი ჩემს საქმეს მივხედავ. Yok öyle. არა, ასე არ გამოვა. Bana karşı... ჩემ წინააღმდეგ მიდიხარ. İyi bil. თითქმის Sadece karşı. შენ წინააღმდეგ არა, შენი შურის ძიების წინააღმდეგ, რომელსაც ასე სათუთად ეფერები გულში. გეყოფა კამილ, თორემ იცოდე ვიწყობებთ. მაინც რასაპირე? გადაწყვიტე მეც ამომშალო შენი ცხოვრებიდან. კამილ, Çekil. გეყოფა მეთქი ხო? არ მეყოფა არა. შენ რა ვერ ხედავ რა ჩადიხარ? ჯერდედა შენი, მერე ძია, მერე ბაჰარი. გეყოფა კამილ, გეყოფა, კმარა. არა, Yeter çekil önüme. კამილ, შენ ვერ ხედავ. Kamil, კამილ, sen hala... ვერ ხედავ რომ ვის გადარჩენასაც ვცდილობ, ის მოკვდა. Öldü. Artık onu... ეს ჩემი ცხოვრება. ნუ ერევი გთხოვ. თქვენ არ გადაგიტანიათ ის, ვისი გადატანაც მე მომიხდა. გეხვეწებით მეც, ნუ ღარ მტანჯავთ. Yok Ezel. არავინ არ ტანჯავს, შენ თვითონ იტანჯავ თავს. Yeter! კმარა, Anlamıyor თქვენ musun? არ გესმით. Yapamam. არ შემიძლია გესმის? არ შემიძლია. არ შემიძლია მშობლებს გაუმხილო ყველაფერი, არ შემიძლია მათ ჩავეხუტო, არ შემიძლია საკუთარი ძმის ნახვა და ეს ყველაფერი მათ გამოვა. მე მინდა რომ მძულდეს ისინი, მინდა რომ მძულდეს. Bırakın nefret edeyim. და ასეც იქნება. Eşyandan da... მძულს ეიშანი, ბაჰარი, ჯენგიზი და ეს ყოველთვის ასე იქნება. მე მინდა რომ მძულდეს ისინი. გთხოვთ, თავი დამანებეთ. ეზელ, წადით. წადით. Gidin dedim. გითხარით წადით მეთქი. მე არ მჭირდება თქვენი დახმარება. თქვენ მჭირდებოდათ ჩემი დახმარება. ამიტომ წამოგიყვანეთ, მაგრამ თუ მოვინდომებ, ისევ იქ დაბრუნდებით, სადაც იყავით. წადით. ეზელ, ნუ ლაპარაკობაზე. შენ ხომ ასეთი არ ხარ? ასეთი ვარ. ამ წუთიდან ასეთი ვარ. წადით. Benim kimseye არავინ არ ihtiyacım მჭირდება. yok. Ben kendim... გასაკეთებელს მე თვითონ გავაკეთებ. რადგან არ უნდა დამიჯდეს, მაინც ვიძიებ შორს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მძულს ისინი. ეს სიძულველი 100 ცხოვრება მეყოფა. წადით მეთქი გითხარით. İstediğin oldu მოხდა ის, რაც გინდოდა ეზევ. Artık. შენ Tek başına. მარტო დარჩი. Ne sanıyorsun be güzeli? აბა შენ რა გეგონა ლამაზო? სრულად მოგიყვანდი და შვილებს გამიჩენდი? ცოლთან ბრუნდები? Kadınlar. ეს ქალები. Niye? ნილ, Ben karımdan hiç... მე არც წამოსულ ვარ ცოლისგან, ასე რომ იქ დაბრუნებას არ მჭირდება. განა ისე გექცევა როგორც მე. მითხარი. შეგიძლია მასთან ისეთი იყო, როგორც ჩემთან ხარ. ანუ, იყო ძლიერი კაცი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. იყო უძლეველი. Bak güzel bir... მართალი ხარ არ შემიძლია. Hayır. ეიშანის გვერდით Ben bir eşyanı... უძლურად ვგრძნობ თავს, Çocuk gibi. პატარა ბავშვად. მაშინ ისევ დაბრუნდი ჩემთან. Kadınlar. ქალებო, Erkekleri... ყველას გინდათ რომ კაცები ძლიერები იყვნენ, ასე არ არის? Ben eşyan... როგორც კი ეიშანზე ძლიერი გავხდები, მივატოვებ. O zaman neydim ben senin? აბა მე ვინ ვიყავი შენთვის? Öyle oyalanacak kadın mı? ქალი მხოლოდ გართობისთვის, ვისაც შეგიძლია დაელაპარაკო, ვისაც შეგიძლია Ne istiyordun Cengiz? რა გინდა ჩემგან ჯენგის? Nasıl anlatsın? როგორ გითხრა? Uzaklaşmak... მინდოდა დამევიწყებინა რომ ვიღაცის მამა ვარ, İyi baba olmak. ვიღაცის ქმარი, მეგობარი, მტერი. Hayatta beni kazan... მინდოდა ჩემი პრობლემები დამევიწყებინა. Senle olmak... შენთან ყოფნა კი არ მინდოდა, მინდოდა ისინი დამევიწყებინა შენთან ყოფნის დროს. Yalnızlık da bir yere kadar benim. განმარტოება მინდოდა.
Kapıya bakar mısın? გარეთ გამოდი. Herkesin თუ değişik ფიქრობ, რომ ადამიანს შეუძლია შეიცვალოს, მოდი თევზის რესტორანში. ეზელი. Ezel. მე მირეკავდი. სასეირნოდ ვიყავე, მელიხა. მერე პროდუქტები ვიყიდე. სხვათა შორის ეზელი ვნახე. სად? აქ არ მოსულა. არც აპირებდა და მე მშვიდობა. როგორ? რას ნიშნავს დაგემშვიდობა? რაღაც საქმეები აქვს მიემგზავრება. კარგი კაცია. ძალიან შემიყვარდა. ისე რას საქმეანობს მელიხა? მელიხა. მელიხა. კარგი რა, გეყოფა ტირილი. ხასიათს მიფუჭებ. დეპო, კალბოტონისთვის ერთი ჭიქა ღვინო შეუკვეთე. ხოლოდ ერთი. მერე ტაქსი გამოიძახე. ცოტა გრძნობებს ახვაჰო და თავი რომ არ შეირწყვინოს. Şarap ver. ხოთ. Yaşana kolye aldım. მან ეს გულია იშანს ვიყიდა. ლამაზი სამკაულია ზურმუხტის თვლებით. Yakut. ზურმუხტის თვლებით. En sevdiğim. ეს ჩემი საყვარელი ქვაა. გისმენთ? Eyşan Hanım. კალბოტონო ეიშენ. ნილი ვარ. Affedersiniz. მაპატიეთ ვინ? Dün gece გუშინ კოქტეილზე დამპატიჟეთ კაზინოში. kumarhanede. მითხარით ეს კოქტეილი ჰორიზონტებს ხსნისო. Kuma açtı dedikleriniz. ოდომეც გავაკეთე ეს აღმოჩენა. Bir şey keşfettim sadece. თავარი ალკოჰოლი კი არ არის, არამედ სულის მდგომარეობაა. İçendeymiş. ბედნიერი რომ იყო, თავად უნდა გრძნობდე თავს ბედნიერად. Bakmasına izin verin. მე გავაკეთე აღმოჩენა. Bu gece keşfettim. შესაძლოა მიხვდეთ რა მაქვს მხედველობაში. ოკინაღამ დამავიწყდა მე თქვა ჯენგიზის სახლში წამოვიდა. თქვენთვის საჩუქარი მოაქვს. შეიძლება თავს დამნაშავედ გრძნობს. არ ვიცი. ემედია ზურმუხტი გიყვართ. ერთად ავარჩიეთ თქვენთვის. მე ავარჩიე ლამაზი სამკაულია, მაგრამ ჩემთვის არ არის. თქვენ მიმითეთეთ ჩემს ადგილზე ეს სამკაული. დედოფლისთვის არის. მოგბრძანდეთ კალბოტონო. საღამო მშვიდობისა. მაგიდა უნდა იყოს დაჯავშნილი ბახარ თესჯანის სახელზე. დიახ, კალბოტონო, მოგბრძანდეთ. დიდი მადლობა. Ali abi ne oluyor? ძმოვალი რა ხდება? სხვა ელოდებოდი არა.
tahmin ettim. მივხვდი. Ama yine de not ამიტომ არ დავაწერე სახელი ბარათს. რატომ? bana da ona hazır. მინდოდა ჩემთან შეხვედრისთვის სწორედ ისე მომზადებულიყავი, როგორც მასთან მომზადებოდი. დიდებულია. შენი ულამაზესი ყელი და ჩემი უზადო გემოვნება არაჩვეულებრივი თანხმედრა არა. რას აღნიშნავთ? ახალი სასტუმროს დაფუძნებას. მე შევასრულე ჩემი პირობას სახლში გაზრდილი დავბრუნდი. ძმავალი, ოღონდ იმას ნომეტყვი, რასაც ახლა ვფიქრობ. ბახარ. ისმენთ. Şarap alır mıydınız efendim? გნებავთ ღვინის შეკვეთა? არა, ძმავალი, არ გვინდა. კი, მაგრამ Niye? რატომ? Sen seviyorsun. შენ ხომ გიყვარს ღვინო? წითელი ღვინო. Böyle biraz სუბუქი ცივი. böyle tepsi gibi. ამ შვენიერ ლედის პატარა ჭიქით უყვარს ღვინო. Küçük kadehte seviyorum. ფრანგული ნახევრად მშრალი, ბოლომდე არ სვამს, ძირში ცოტა სტოვებს. მერე ნელა სვამს. გემრომ გაუგოს კარგად. Ama sakın alma. ხომ არ ვწდები? Sonra kızıyor. ასე არ არის. Son yudumu kalkarken lüpletmeyi seviyor da ondan. Siz efendim? თქვენ ბატონო? Uzay. მოგვიტანე. ძმავალი, საიდან Sonra იცის? masada zam კიდევ გიყვარს, როცა მაგიდაზე შროშანები დგას. yemeyi seviyor. ნელა ჯამ, Oje sevmiyor. აუჩქარებლად. Ama ancak öyle. არ გიყვარს ფრჩხილების ლაქი. Utanınca hemen როცა გრცხვენია, წითლდები. uykusu gelince gözü seyiriyor. ძმავალი, Ali abin არანაირი ძმა ალი. Kerpeten Ali ile მან beraber ალი istirahat მარწუხთან ერთად ჩვეულება აიღო. Bugün Ali'yim. დღეს მე უბრალოდ ალი ვარ. Seni ilk gördüğüm ალი, რომელსაც დანახვისთანავე შეუყვარდი. ახლა უკვე გაიზარდე. ახლა ჩემი ყველას ეშინია. შენ უკვე კაცი ხარ. ო, ახლა შენი სიტყვა კანონია ამ სახლში. ახლა ჩემი სიტყვა კანონია ამ სახლში. ახლა უკვე ყველაფერს დაძლევ. ახლა უკვე ყველაფრისთვის მზად ხარ. ო, მზად ვარ. ყველაფრისთვის მზად ვარ, ეიშან. მზად ხარ იმისთვის, რომ ჯანი შენი შვილი არ არის. მზად ხარ იმისთვის, რომ ჯანი ომერის შვილია. რატომ? რატომ მითხარია ეგ? იმიტომ რომ უკვე კაცი ხარ. და მიიღე ეს ისე როგორც ნამდვილ კაცს შეეფერება. მიიღე. ნუ თუ ასე გძულ ვარ, ეიშან. თუ ჯანს რამეს დაუშავებ, დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებ.
რა იყო? არაფრის გაკეთებას არ აპირებ. თქვი რამე, ჯენგიზ. კაცი არ ხარ? კაცურად მოიქეცი, თქვი რამე. ძმავალი, ჩემზე თუ ფიქრობ, მოდი ამ თემაზე ნუ ვილაპარაკებ. ყოველ დღე, ყოველ წამს. გეხვეწებ, უხერხულ მდგომარეობაში მაყენებ. არ ვიცი რა გითხრა. მითხარი, თანახმოვარ თქო. შემომხედე. ეს იდიოტი, რომელიც ახლა შენს წინზე, შეიძლება სრულიად სხვა ადამიანად იქცეს. ის მთელ მსოფლიოს გადაატრიალებს შენი გულისთვის, ოღონდ თანხმობა უთხარი. მითხარი, ხო. ძმავალი, არ შემიძლია შენთან ერთად ყოფნა. შენ გიყვარვარ, მაგრამ ეს კარგ ადამიანად არ გაქცევს. შენ ადამიანებს ზიანს აყენებ. მე ვერ ვიქნები შენთან, იმიტომ რომ შენ ცუდი ადამიანი ხარ. შევიცვლები. გპირდები. ყველა ბოროტება, რაც დღემდე ჩაგიდენია, უკან დაგიბრუნდება. შენ გინდა ეს ყველაფერი მე დამაწვეს ტვირთად? გინდა შენთან ერთად დავიტანჯო? არ მინდა. მე არ შემიძლია შენთან ერთად ყოფნა, ძმაოვალი. აბა ვისთან ერთად შეგიძლია? აჯობებს წავიდეთ. მოიცადე. ოფიციანტო ღვინო მოგვიტანე. შენ გელაპარაკები, მოდი აქ. მოდი. ბაჰარა. ბაჰარა მოგივიდა. ბაჰარ. ბაჰარ ცუდად ხარ? ბაჰარ. ბაჰარ. ძალიან ცუდად ვარ. მოდი. ძალიან ცუდად ვარ, მოდი. ბაჰარ, ბაჰარ, მე აქ ვარ. ყველაფერი კარგად იქნება. ექიმი გამოიძახეთ. ჩქარა, ექიმი გამოიძახეთ მეთქი. არ მინდა ექიმი. არ მინდა. ბაჰარ, რა გავაკეთო? ეზელს დაურეკე. გამარჯობა ალი. ცოტა დამშვიდდი. ეზელ. ბაჰარი. რა შერს? ცუდად არის. უშველე.
სად ხართ? კარგი. გაჩერდი. უცებ ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას. იმისთვის, რომ მარტო დარჩეს, საყვარელი ადამიანი უნდა მიატოვო. ორი მეგობარი. გამოსავალი არ არსებობს. ისინი შეეჯახებიან ერთმანეთს. ორი მტერი. ისინი შეეწყობიან ერთმანეთს. გამოსავალი არ არსებობს. ერთი მათგანი მარტოობის მისაღებად შლის ხელებს. გააღე მეთქი. მეორე მისგან გარბის. გააღე, კარი გააღე. მობადით, გამატარეთ, ბაჰარ. ეზელ. მოხვედი. აქ ხარ. ხომ გეუბნებოდი, ჩემი გმირი ხარ მეთქი? არა, ბაჰარ. წავედით აქედან. რა გინდა? შენ მინდი ხარ. გამოსავალი არ არსებობს. ვისაც უყვარს, ის ზოგჯერ მარტო რჩება. ალი მარწუხო. რა საქმე აქვს მშვენიერ გოგოს იმასთან, ვინც ხალხს ფრჩხილებს აგლეჩს? ეზელს რა უყოთ? ხედავ ამას. ეს რომ არა განა გავყიდდი ჩემს ძმას. ეშმაკს სულს მივყიდდი. ჩემს ძმას გავიმეტებდი, უღალატებდი. ვინ გაყიდა? ვინ? ალი მარწუხმა. ეზელზე გეკითხებოდი. რა ვუყოთ? იმ გოგოს უყვარს ეზელი დეფო. მის სახეზე წავიკითხე ეს. იმ ტიპმა ბაჰარის გული დაიპყრო. შენ, ალი მარწუხო, ამას აპატიებ ეზელს? შენ ვერ გაიგე. ყველაფერი მორჩა დეფო. რა მორჩა? მარწუხების დრო დამთავრდა. სერიოზულად ამბობ? სერიოზულად ვამბობ, სერიოზულად. მორჩა. და შეძლებ ამის გარეშე ცხოვრებას.
ადრე რაღაც ხმები ჩამესმოდა. ახლა ეს ხმები გააქრა, აღარ არსებობს. ახლა უკვე კარგად ვარ. ძალიან კარგად ვარ. Tefo შეგიძლია წახვიდე. ხვალ მოდი ვილაპარაკოთ. ეს სახლი შენია. კეთილი მგზავრობა ძმაუვალი. ნახვამდის. მოკეტე. მოკეტე. მოკეტე მეთქი. ალიმ გადაიფიქრა, ხვალ მიემგზავრება. ტეფიკი აქ არ არის. ნუ დარდობ ამაზე. მე გავუშვი სახლში. დადგა დრო ამ საქმეს წერტილი დავუსვათ. ხელს ნუ გაისვრი, გარედან აიყვანე ხალხი. კარგი ძმაო, დღეს ეს ტიპი აქედან არ გავიდა. ის ნელ-ნელა ყველაფერს მართმევს, მაგრამ ერთი რამ დაავიწყდა. მან ხვირწინა მაცალა ეს. ის სუფთაა, მაგრამ მე არ ვარ სუფთა. წაიღე ეს ფოტოები, თვალი არ მოაშოროთ არც ერთს. ეს ნაბიჯურები ერთმანეთს უმაგრებენ ზურგს, როცა ერთად არიან. მაგრამ თუ დავაშორებთ, ეს ძალიან მტკივნეული იქნება მათთვის. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ელოდები როდის დაუბერდები. ხალხი გაგზავნე. რას ელოდები? წადით და მიხედეთ ამ ტიპებს. თვალი არ მოაშოროთ. რას დამდგარ ხარ? წადი საქმეს მიხედე. შენ რას ისევ ძმაო? მეც მაქვს ფოტო. ალო ჯენგო, უნდა დაგელაპარაკო. არის რაღაც, რაც არ იცი. მოდი, მოგიყვები.